მოგესალმებით. დღეს რა თქმა უნდა კვირა დღეა და ჩემი საავტორო გადაცემა გახლავთ კვლავ ეთერში სტუმრად მაკა ბრეგაძესთან, რომელიც ყოველ კვირას საღამოს 8 საათზე გადის. შეგახსენებთ ჩვენი ტელევიზიის შესახებ, თუ როგორ უნდა ნახოთ ჩვენთან გადაცემები, მაგთიზე ნომრით 46, სილხნეზე ნომრით 259. ვართ ასევე მაი ვიდეოზე, რა თქმა უნდა გვაქვს YouTube და Facebook გვერდები, სადაც იწვრთნება ჩვენი საავტორო გადაცემები, ვართ ახალ ქსელებზე ნომრით 292. რაც მთავარია, გადავედით 24 საათიან მაუწყებლობაზე და ვართ სატელიტურ მაუწყებლობაზე, სადაც ყველა ქვეყანასა თუ ქალაქში გვიყურებენ. მოკლედ, მინდა ჩემი არაჩვეულებრივი სტუმრები წარმოგიდგინოთ, რომლებიც გახდნენ უკვე ჩემთან გადაცემაში, ძალიან საინტერესო თემით, მაგრამ დღესაც რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო თემით არიან წარმოდგენილნი. ჩემი სტუმრები გახლავთ პროფესორი ნოდარ გაზნერი და დოქტორი რავანა აფხაიძე. მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მიხარია რომ მოგწანდით კვლავ ჩემთან გადაცემაში და ჩვენთან ტელევიზიაში. და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემით ბრძანდებით წარმოდგენილი და დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ჯანმრთელობის კულტურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებაში, მე ესე ვიტყოდი, რადგან ცოტა არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას ჩვენს თავს. ჯანმრთელობას ცოტა მიუყურადებთ ხოლმე და ბატონი ნოდარი ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით. დიახ, სამწუხაროდ ესეა, როგორც ქალბატონმა მაკამ ბრძანა, რომ კი ვიცით რომ არსებობს ეს კულტურა, მაგრამ ძალიან არ ვაქცევთ და რო არ თქვათ, რომ მართალი რო თქვათ, საერთოდ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. და მინდა ისეთ ხაზგასმით გავუსვა ამას აი ესეთი ხაზი, რომ ძალიან არ მომწონს დღევანდელ დღეს ხანდახან მთელ მსოფლიოში ვარ მე გამოდივარ და ძალიან არ მომწონს ზოგიერთი ევროპელების და გინდაც ამერიკელების აი ესეთი აი ცოტა არ იყოს ესეთი შეხედულება, რომ თვითონ კულტურულები არიან და თქვათ სხვები არა და გინდათ საქართველო. სხვად. ხალხო, სად იყო ევროპა და საქართველოში კულტურა იყო? სად იყო ევროპა? ბარბაროსები დარბოდნენ ტყავგადაკიდებულები და შეკრულები, რომ საქართველოში დემოკრატია იყო, კულტურა იყო და ჯანმრთელობა მეცნიერული აკადემიები იყო. და მოდით კიდევ უფრო ბევრმა არ იცის რომ საქართველოში გადიოდა ეს აბრეშუმის გზა და აი მაგალითს მოგიყვანთ უბრალოს ჩემი გვარი მე ვარ ნოდარ გაზნელი ძველი ებრაული გვარისა რომლის საფუძველი იყო სამცხე ჯავახეთის მოურავი თუ დააკვირდებით აი გმირთა ვარამში ეს არის მოხსენებულია თავადი გაზნელი აი მე ვარ მათი შთამომავალი და ხალხო მე ჩინეთში ჩინური აკუპუნქტურისა და მოქსოთერაპიის აქვია ექსპერტთა ფედერაციაში რომ ვაჩვენე რა ვიცით ჩვენ ჩინურ მედიცინაზე აი ერთხელაც მითხეს რომ ნუ და არც ერთმა ჩინურმა ეს არის ჩინური მედიცინის ნაწილი რომელიც შემოგრჩა ჩვენ გვარში და იქ დაავიწყდათ უკვე და რამდენი მე მაგალითად ძალიან სერიოზულად უყურებდი საქართველოში აი ძველ მედიცინას იმ მედიცინას კი არა კარაბადენში იყო და ირანელების გარო გადმოიღეს არა აი მანამდელს და რამდენამეს ვხედავთ ჩახედეთ თქვენ კულტურაში სხვადასხვა ზღაპრებში და იგავებში და სხვადასხვა ისტორიებში რა აი მაგალითად უბრალოდ მაგალითი ადამიანი რო აცემინებს რატო იძახით იცოცხლე საინტერესო მომენტია ხო აი თქვენ როგორ ფიქრობთ საიდან დიახ ხო ცნაურია რატო სხვა დროს არ ეძახით აი ხა ადამიანს 1000 რამე ჯანმრთელობა ან სიცოცხლე ხო ესე იგი თუ ჯანმრთელობას რომ ცოცხალი არის ჯანმრთელი ვერ იქნება ხო რომ იცოდეთ ხალხო ამას აქვს 12000 მინიმუმ 12000 წლის ისტორია იმიტომ რომ იმ დროს ცოცხლობდნენ კიდე ბოლო ატლანტები და ისინი დიდხანს ცოცხლობდნენ 1000 წლობით ცხვირი ქონდათ როგორც დელფინებს ოღონდ ერთხელ რომ დააცემდნენ მაშინ კვდებოდნენ იმ დროს ხალხი ცხოვრობდა და ხალხს შემორჩა რომ დააცემინებ თქვა იცოცხლე ცოცხალი დარჩი
აი ნახეთ რა უბრალოდ ესეც ხო კულტურიდან მოდის. აი დააკვირდით რატომ არ გვაქვს ქართველებს მე ვიძახი რა გვაქვს, იმიტომ რომ ხალხო მე რო წავედი საქართველოსთან რო გავედი, დაუბრუნდი ისრაელში, გავიდა 2578 წელიწადი, როცა ჩემი გვარი ჩამოვიდა იერუსალიმიდან საქართველოში. ამიტომ ქართველები ჩვენ თულად არ ვიძახით რომ ჩვენ ქართველი ებრაელი ვართ. ჩვენ მართალი ებრაელები ვართ საქართველოსდან, მაგრამ ჩვენ თვითონ ვიცით ძალიან კარგად რომ შევითვისეთ ქართული კულტურა, ქართული ენა და ასე შემდეგ. აი დღეს კიდე მინდა რომ გაგაცნოთ ცოტა არ იყოს სხვა კულტურა. კიდევ ერთ-ერთი უძველესი კულტურა ეს არის ჩინური კულტურა. მათში არის შემორჩენილი ერთი უცნაური, ძალიან საინტერესო კულტურა. ეს არის იან შენის კულტურა. როგორც იან არის აი დადებითი ენერგია. და შენ არის სული. ესე იგი დადებითი სულის. აი სულიერება თქვენ თუ კაი ხასიათზე ხართ, სულიერად კაი მდგომარეობაზე გიყვართ, გინდათ რაღაცის შექმნა, რაღაცა გინდათ, რაღაცაზე ფიქრობთ, რაღაცაზე საზღვრავთ, გეგმავთ. რაღაცას გეგმავთ და ასრულებთ ამ გეგმებს, ხო? ეს არის დადებითი სული. აი როცა ეს უარყოფითი ეს კითხვა დავუსვით ჩემ პროფესორს საფრანგეთიდან და სასწაული პასუხი განცე. მე ვთქვა სულ იანშენ და ინშენი რომელიღაა? აი ინშენი ის არისო ნოდარო, როცა შენო უცბად გიფუჭდება ხასიათი და არ იცი რატომო. როცა ობსესიური აზრები მოგდის ცუდი. როცა ოხრავ საღამობით ცუდ ხასიათზე ხარ. აი ერთი წუთი ზუსტად მან მივად. როცა ოხრავთ და საღამოთი ცუდ ხასიათზე ხართ და ხანდახან ესეთი უცნაური, ესე იგი, ფიქრები გაწუხებთ, რომ აი მე რომ მოვკვდები რა სიტყვია, რას გააკეთებენ. თქვენ თავზე ხართ იმაში, ტრაურში რა, ასე ვთქვათ. როცა გეშინიათ, როცა შფოთავთ, როცა ნერვიულობთ. ნახევარი საათი. და მე თქვენ თვითონვე ფიქრობთ, რომ რა იყო, სანერვიულო და საკვირელი არაფერი არ იყო. და ბოლო ეტაპია, როცა ვიღაცისა გშურთ. აღმოჩნდა, რომ აი ეს ყველაფერი ჩვენი მხოლოდ და მხოლოდ ენერგეტიკული დისბალანსის ბრალია. და ამაზეა დაყრდნობილი ეს კულტურა, რომ აღადგინოს ორგანიზმის ბალანსი. ჩვენ არასოდეს არაფერს არ ხმარობთ, არც პრეპარატებს და არც აპარატებს, რომ უმკურნალოთ რომელიმე სიმპტომს, არ რომელიმე დაავადებას. არა გვაქვს ეგეთი რაღაცა. მაგრამ ფაქტიურად გამოდის, რომ რაც კი გვაქვს, მაგალითად, ამ იან შენი კულტურაზე აგებული ეს პრეპარატები, რომელიც საკვები დანამატებია, საჭმელი სოკოებიდან და მცენარეებიდან დამზადებული, ძალიან ძველი მეთოდებით შემუშავებული და ძალიან ახალი მეთოდებით დამუშავებული. აი ნანოტექნოლოგიის გამოყენებით და ყველაფერი ძალიან სასწაული ტექნოლოგიებით გამოყენებით აი მაგალითად უჯრედის გახლეჩვა ხდება რომ გამოიყენოთ ის შიხთავსი სოკოების რომელიც ხიტინით არის დაფარებული ხო იცით ძალიან ძნელია და აქედან გამომდინარე გვაქვს რა იცით როგორ არის 7-ია წესით მაგრამ იანშენის კულტურის სამ საკითხს გეტყვით ეს არის იანშენ კვება იანშენ ფსიქოლოგია იანშენ ქცევა აი ანშენ კულტურაში კვებაში შედის აი ეს საკვები დანამატები რომელიც გაძლევთ საშუალებას არ აქვს მნიშვნელობა რა პრობლემა გაქვთ თავარია გენეტიკური პრობლემა არის რომელიც არც ჩვენ და არც არავის არაფერი შეუძლია აი ეს ოღონდ იქ არის სამი ესეთი დონე ეს არის რეგულაცია წმენდა და აღდგენა ექიმს რო შეეკითხოთ ნებისმიერ ექიმს გეტყვით ჯერ წმენდა არა ანუ პირველია რეგულაცია რატო რაცით როიწმინდა განაგაწმენდა ცუდი რამეა პირიქით გადასარევია მაგრამ წარმოიდგინეთ რომ ძალა არა გაქვთ არაფერი შეგიძლიათ და გეუბნებიან ეს ან სახლი ან ეს ნაკვეთი გაწმინდა შეგიძლიათ თავარი აზრი რაში ყოფილა რომ ჩვენ ვაძლევთ ისეთ პრეპარატებს რომელსაც თვითონ შიგვე შედის ამ იანშენ ამ ინიანის დამარეგულირებელი და არ აქვს მნიშვნელობა როგორი ტიპის დარღვევაა დისბალანსთან დაკავშირებით. ჩინურ მედიცინაში არ არის დაავადებები, არის დისბალანსი. და ნებისმიერი დისბალანსის დროს, თორსა ჩვენ აღვადგენთ ბალანსს, ჩვენ ვხსნით თვითონ ამ დაავადების აზრს. პირველი არის რეგულაციის პრეპარატები, რომელიც არის ელიქსირი
ფუჰაო და კაფსულები ლინჩისა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩავთოთ ჩვენში ძალიან სერიოზულად არსებული, ღმერთით მოცემული თვით დიაგნოსტიკისა და თვით აღდგენის მექანიზმი, რომელიც ამ სტრესების, არანორმალური ქცევის, არანორმალური კვების და არანორმალური ძილის გამო დარღვეულია და როცა ეს მექანიზმი აღდგება და ამას სჭირდება დაახლოებით თვე, 2 თვე, ორგანიზმი იწყებს მუშაობას. აი შემდეგ გვაქვს უკვე პრეპარატები, რომელიც შედის ვარდის პასტა, აი ძალიან გავს ვარდის მურაბას, მაგრამ სერიოზული პრებიოტიკა და პრობიოტიკა და წმინდა ორგანიზმი. ჩაი, რომელიც ყველაფერს წმინდავს, ჩაი პუერია, თუ იცით. მას გვაქვს ესეთი ელიქსირი სანცინი, რომელიც ისეთი სოკო შედის, რომელიც ყველაფრის გარდა აძლევს ორგანიზმის საშუალებას წინ აღუდგეს პანკრეასის კიბოს. მედიცინაში აბსოლუტურად უცნობია ამის ყველაფერი, ხო? გვაქვს ასეთი სპირულინა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, როცა უძალობა გვაქვს, როცა გვაქვს სტრესები, როცა გვაქვს მაგალითად სისხლის პრობლემები, ანემიის მსგავსი და რაღაცები, რომ აღვიდგინოთ ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო. ხო, და გვაქვს მე რა თქმა უნდა სპეციალური, აი პრინციპში უფრო იაპონურ კულტურიდან მოსული ეს არის ნატო საკვებია, ესეც რა არის სოია, რომელიც ამჟავებენ მაგალითად ხორბლის ღეროებზე, ვისაც უყვარს იაპონური კულტურა და აი იქიდან აღებული, რომ შიგ შედის ნატო კინაზა, სპეციალური ნივთიერება, რომელიც აი უბრალოდ შლის ტრომბებს. და ვერ მარცეს რომ ხანდახან 2 კილომდე ტრომბი გვაქვს ხალხო. აი ხალხი რო დადის მაგალითად თვითფრენავში. აი გვერდებზე დაირტყით აქ ფეხებზე ხელი, უცბად თუ გტყივად, იცოდეთ რომ შეიძლება თვითფრენავ რო ჩამოხვიდეთ, 2-3 საათის მერე შეიძლება ტრომბი გაგეჭედოთ ფილტვებში. ამიტომ გაინძერით, წყალი დალიეთ, იმოძრავეთ, რაღაც ქენთ, ან მე მაგალითად ყოველთვის როცა მიფრინავ, სვავ ამ პრეპარატებს რომ არ მოხდეს. ძალიან საინტერესოა, მე ერთი წამით დავამთავრებ აი ამ თემას და მე მოდის უკვე აღდგენის პრეპარატები, რომელიც გვაძლევს საშუალებას. გვაქვს მაგალითად კალცი, რომელშიც რკინა, ცინკი და სელენი შედის. მაგალითად გვაქვს ესეთი პეპტიდებია, სოის პეპტიდებია, რომელიც ყველა სადაც არ უნდა იყოს რამე დარღვევა გვაქვს. ძარღვებში, კუნთებში, ორგანოებში ყველაფრის საშუალებას აძლევს, რომ აღდგეს. ყველაფერი და წარმოიდგინეთ, იგივე მეთოდს ეხმსახურება ჩვენი გვაქვს ესეთი აქვია ტერაჰერცული აპარატია, რომელიც გვაძლევს საშუალებას. იქ ყველაფერი ერთ მეთოდზეა დამყარებული სხვადასხვა თემით. მაგალითად გვაქვს ესეთი საუნა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ოთახის პირობებში, სახლის პირობებში მივიღოთ სპეციფიური საუნა, რომელიც გვაძლევს საშუალებას დეტოქსიკაცია გავიგოთ, აღვადგინოთ იმუნური სისტემა, სისხლის მიმოქცევის. იგივე მეთოდს ემსახურება სპეციალური მასაჟორია, რომელშიც შედის ვაკუუმოთერაპიაც, პულსური თერაპიაც, მაგალითად გუაშაც და თუ საჭიროა ლაზეროთერაპიაც ცხვირისა და ყელყურცხვირის პრობლემების მოსახსნელად, მაგალითად გინდაც ბავშვებში. წითელი ლაზერია გამოყენებული და ამას დავამატებდი კიდე გვაქვს პატარა ესეთი, მაგრამ ძალიან საინტერესო აქვია ესეთი მაგალითად ვინ არ ხმარობს, რომელი ქალი არ ხმარობს დღევანდელ დღეს ჰიგიენურ საფენებს. თუ დააკვირდებით, მაღაზიაში იყიდება უკვე გადამუშავებული და არაერთხელ გადამუშავებული და აქ გეძლევათ საშუალება ძალიან მავნებელი. ამბობენ ძალიან ჩვენ გვაქვს ზუსტად ეგეთი, ოღონდ სპეციალური ჩიპით, რომელიც თან აძლევს რომ აღიდგინონ თავი, განიკურნონ და თან იგენურ ყველაფერი და მე გვაქვს კიდევ ანტიბაქტერიული ქალისთვის გელები, რომელიც 99 და 85%-ით სპობს ყველა მავნე ბაქტერიებს მანდ. და ეხლა გამოვიდა, რომელიც მალე გვექნება ჰიგიენური მაგალითად გელი მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც. ჰიგიენური ზუსტად აი სასქესო ორგანოების იმიტომ რომ საპონი იქ არ გამოდგება. და კიდე გვაქვს ძალიან ესეთი უცნაური, მაგრამ ძალიან აი მაგალითად ბევრი ტერფებში გვაქვს პრობლემა და ტერფი არის საერთოდ ჩვენი ორგანიზმის საფუძველი და თუ იქ დარღვევაა 87% მაგალითად
ხერხემალში, სახსრებში, კუნთებში, ძარღვებში დარღვევა მანდ დამოდის. აი მაგის აღსადგენის საფენებია. ფეხსაცმლის საფენებია ორთოპედიული და კიდევ გვაქვს სათვალეები. დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალური. მე მაგალითად აი ქალბატონ რავანას ვთხოვ, რომ ჩემგან ერთი ეგეთი მოგცემ თქვენ, იმიტომ რომ აი ეს თელი ეს სატელევიზიო მაგალითად შუქი, ტელეფონის შუქი და კომპიუტერის შუქი გვიცავს ამ ლურჯის შუქიდან და წარმოიდგინეთ დღევანდელ დღეს ბავშვებს ტრავმა კი არ აქვს თვალისა. აი ამის დაზიანება თუ დაგვიწევთ ექსტრის ბავშვი ტელეფონი უჭირავს და ქცევის მოშლა წამოვიდა იქიდან და წარმოგიდგენთ აი ეს ყველაფერი გვაქვს და აი ამ ყველაფერს მართავს საქართველოში ქალბატონი რავანა ეხლა ქალბატონ რავანასთან უნდა გადავიდე სამწუხაროდ ცოტა დროშება შეზღუდული და სადღაც აი 5 წუთი დავრჩა ქალბატონ რავანა პირველად ეხლა რაც მოგესალმებით მიიღოს ეს ყველაფერი ეს ყველა სიამოვნება და გუნდს პრეპარატები ჩვენ გვაქვს ეს თბილისში უკვე შემოვიტანეთ ყველაფერი დასაწყობებულია მე ვარ ხელმძღვანელი ამ საქმის მომმართეთ ჩემი ნომერი სატელეფონო ჩაიწერეთ 571 20 61 22 უკვე გვაქვს შედეგები არაჩვეულებრივი ბატონ ნოდარმა რომ ისაუბრა აი ქალის საფენებს ტკივილგამახუჩებელი ეფექტი აქვს გოგონებშიც გამოვიყენეთ ქალბატონებში და მამაკაცებში პროსტატის ადენომაზე მამაკაცებში პროსტატის კიბოსთან დაკავშირებით გვაქვს შედეგები და ეს საფენები კიდევ მარტო თავისი ანტიბაქტერიული სპექტრით არ გამოირჩევა დისბალანსი ჰორმონალური დისბალანსი დაარეგულირა აი ქალბატონებში რომ ქონდათ ჰორმონოთერაპია გამოყენებული და ციკლი არ ქონდათ ცესრიგში რეგულარულად საფენების გამოყენების დროს მოწესრიგდა ამიტომ საფენების გარდა უამრავი სპექტრზე ვმუშაობთ მობრძანდით ჩვენთან შეიძენთ ყველაფერს გაგაცნობთ ჩემი Facebook-ი მონიშნეთ რავანა აფხაიძე და მობრძანდით აგიხსნით დაგეხმარებით ძალიან კარგი პრეპარატები გვაქვს და აპარატურა ვასწავლით კიდევაც ამ აპარატების მოხმარებას როგორც პროფესიონალებისთვის ისე სახლში მოხმარებლებისთვის ქალბატონი მაგა დავამატებდი ერთ რაღაცას საქართველოში ძალიან სერიოზული პრობლემაა ძვალსახსროვანი და აი ეს ართრიტები ართროზები და ხო და ჩვენ ახლა ეს კოქსარტროზები და ჩვენ ახლა შემოვიტანეთ სპეციალური აპარატი რომელიც ძალიან ძველი მეთოდით ახლებური აქვია ტექნოლოგიების გამოყენებით უბრალოდ ფეხებს აწყობთ სითბო შედის შიგნიდან თბება ორგანიზმი და ფოტოთერაპიაც აქვს წითელი და ლურჯი სხივებით და სასწაულებს ახდენს რა არიცით აი ოპერაცია ძალიან ბევრჯერ არაეფექტური რა თქმა უნდა მე რამდენი სახსარია ყველგან ხო არ უნდა გაკეთდეს ოპერაცია ეს ბუმია რომ აი საოპერაციო ხარ არა საოპერაციოები არიან მაგრამ მოდით ვქნათ ისე რომ საოპერაციოები არ გახდნენ რომ არ გახდნენ აი მაგალითად დღევანდელ დღეს ახლა შევხვდით ნაცნობ ხალხს მოუკვდა ძმა დემენციით ან ბავშვები ყავთ აუტიზმის სპექტრით ან ტვინის განუვითარებლობით ხალბატონებო და ბატონებო ბებიებო, ბაბუებო, მამებო და დედებო. არსებობს საკვები სოკოებისგან, ტიბეტური საკვების სოკოებისგან დამზადებული პრეპარატები, ზოგი კაფსულებია, ზოგი სითხეებია, რომელიც გაძლევს საშუალებად. ოღონდ ისე კი არა, როგორც ანალგინი დალიოთ და ერთ დღეში გეთქინოს. ამას პროცესია. ტვინის აღდგენა ჭირდება. ამის მიღწევა შეიძლება ქალბატონებს რომელსაც ვერ ფეხბძიმდებიან, ბატონებს რომელსაც სპერმის პრობლემები აქვთ, აუარებელი პრობლემა, რაც კი ფიზიოლოგიას შეეხება, ან ქრონიკული დაავადებები, რაც მედიცინა ვერ კურნალობს, იცოდა ქრონიკული დაავადებები საერთოდ თავის ბუნებით არის ენერგეტიკული დარღვევა. ეხლა ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ ქალბატონ რავანა, აი მე მგონი მაყურებელსაც ექნება ეს შეკითხვა. რამდენად უსაფრთხოა და თქვენ ჰიგიენური პაკეტები იგულისხმებთ? ყველაზე უსაფრთხოა. მე გაჩვენებთ, რომ არის რაც ბაზარზე დღეს არის აი აფთიაკებში და მარკეტებში, რაც იყიდება,
იქ არის გამოყენებული კონცეროგენი, ცებო, არის ისეთი მასალები გამოყენებული, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის მავნეა, ჩვენი საფენები, სუნთქავს, ისეთი ნანონაცილაკებით აქვთ ნასრუთები, რომელიც ჰაერს ატარებს და არ აბრუნებს ბაქტერიებს შიგნით, არ ხდება პარნიკოვი ეფექტი, ჩახუტვის ეფექტი არ ხდება და ეს ინფექცია უკან არ გავრცელდება. ანიონებს გამოყოფს, უარყოფით და მუხტულ კატიონებს, რომელიც ეგრევე აქვს ბაქტერიციდნი ეფექტი, ვერცხლის ძაფია გამოყენებული, ეს ანიონები კიდევ არის სიცოცხლის მოლეკულებია. ჩვენ რო ავდივართ ბაქურიანში, ავდივართ აი ბახმაროში, ხო სუნთქავთ, ფილტვები სუფთავდება, ბრონხული სისტემა სუფთავდება, იმიტომ რომ იქ არის სტერილიზაცია ხდება ამ მავნეს, სოკოების, ვირუსების, ბაქტერიებს. ამას აკეთებს ჩვენი საფენები. ამიტომ მიკროკლიმატი ქალბატონების და გოგონების იქნება იდეალურ მდგომარეობაში და ჯანმრთელიც იქნება. აი თქვენ რო შეგვიძლიათ ქალბატონმა ის ათვალე მარტო ესე იგი ლინზები კი არ არის მარტო თვითონ ჩარჩო გრაფენისგანაა და გამოყოფს ამ ანიონებს. აი ამ ანიონებს გამოყოფს და რა იცით მოვალ გამოსვლაში თქვენ აი მე ქალბატონ რავანას თხოვ რომ მოგიტანოთ და იცოდეთ რომ ძალიან გამოიყენეთ შეიძლება თუ უცბად მხედველობის დაქვეითება გაქვთ ძალიან დიდი შანსია რომ გამოგისწრებთ. აი იცით როგორ უკვე ძილშიც კი ჩვენ უკვე მომხმარებელს ერთი ორ ქალბატონს ერთი ექიმია ძილში სანამ კარგად დავიძინებ მიქეთი ესე იგი რასლაბლენია ასვენებს ესე იგი ამ კრუგავაია მიშცაგლას რომელიც დასპაზმულია და დაჭიმულია და მხედველობის ნერვზე მოქმედებს რელაქსაცია ხდება ეს ანიონი კვებავს თვითონ ამ თვალის მოკლედ რაგავიცას ბადურას და ჯანმრთელ თვალს მივიღებთ იმიტომ რომ კატარაქტა და გლაუკომა უცებ ერთ დღეში არ ემართება. მე პირადად შორს მხედველი არ ვარ, ახლო მხედველი ვარ. არა და ყოველთვის აი დაძაბული აქვს თვალი. რა, აი მითხრეს შენ გაიხარე დავისვენეთ ნაოჭები რომ გაუჩნდათ აი ესეთი მდგომარეობის გამო ამ სათვალებმა მოხსნა ეს ძალიან პრობლემას იწვევს. თან როგორი ლამაზია მჩატია, არ ტყდება მჩატია. მოკლედ ჩემო მაყურებლებო, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ქალბატონ რავანას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ტიბეტურ მედიცინას. ყველას მოგვეხსენება რომ ტიბეტური მედიცინა არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საიმედო რაც თავარია უსაფრთხო. დავამატებდი, ყველა ჩვენ პრეპარატს აქვს, ყველა სხვა სერტიფიკატებთან ერთად HACCP-ის HACCP-ის ეს არის უსაფრთხოების სერტიფიკატი. რას ნიშნავს ეს? რომ წარმოებელმა თავიდანვე წარმოების პროცესში თუ რამე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო იქ რამე რომ ვინმე, სადმე, როდესმე რამე შეუულია, ის ამოღებულია და ამ სერტიფიკატს ესე არის სწორია ხალხო. დაიმახსოვრეთ HACCP ეს სერტიფიკატი, უსაფრთხოების სერტიფიკატი ძალიან ბევრს ნიშნავს. სულფერ ჩვენ ხმარო. მე დამრჩენია, რომ არ დავეთანხმო, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი. ნამდვილად სიმართლეს ამბობს, ეხლა ბატონო და იმიტომ რომ თავარი მედიცინაში და ზოგადად ყველაფერში, რასაც გამოვიყენებთ ადამიანები, არის უსაფრთხოება. არის ის ზუსტი, ესე ვთქვათ, პროფილური, აი რაცაც ეხლა ბატონო და ამბობდა, პროფილური, ანუ ზუსტად რაც კეთდება, რის გამოც კეთდება, ყველაფერი თავმოყრილი არის აი ამ ტიბეტურ მედიცინაში. ზუსტად სწორი ხაზი, რომელიც და ესე ვთქვათ, გზა უნდა ავირჩიოთ, ის არის ჩვენი ჯანმრთელობის კულტურა, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ყველაზე მთავარია ჯანმრთელობა. და რეზუმეს დავამატებდი ქალბატონ რავანაძის წამით, რომ ზუსტად აქაა, ზოგი მეგვიტევა, მას საწავა ის სიმპტომები, როცა ბალანსი აღდგება, გაქრება. კი, აი, მეც დავამატებ, შევინარჩუნოთ, რაც მოგცა ღმერთმა. ჩინური მედიცინა გვეუბნება, ოპერაცია და დანა ყველაზე ბოლო გზა არის. რაც გვაქვს, ეს შევინარჩუნოთ და გვაქვს ამის საშუალება. არა, რა, მე ცოტა როგორც ქართველები დავამატებ. გავიღვიძოთ, ხალხს. ერის ჯანმრთელობა, აი ლიტონის სიტყვები, ნუ გახადეთ ხალხო. ძალიან გთხოვთ ერთმანეთს გაუფრთხილდეთ, თქვენ თავს გაუფრთხილდეთ და თქვენ ზით რა არის, თქვენ თუ არ იქნები ჯანმრთელი, ვინ იქნება კარგად? რა თქმა უნდა. ეხლა ეს დამომატებ და დავუმთავრებ.
ბოლო იმაში მაინც უნდა დავწუნდეთ, რომ ყველაზე დიდხანს და ყველაზე ჯანმრთელები და სულიერად გაწონასწორებულები არიან ტიბეტში ბერები, რომლებიც მიყვებიან ზუსტად იმას და ეს ჯანმრთელობის კულტურას, ამ კულტურას გადაგებთ ჩვენსა. ამიტომ გვაქვს იმის რესურსი ადამიანებს, რომ 100 წელს მივაღწიოთ მეც თუ არა. 100-ს თუ არა. 100-ს თუ არა და რატომაც არა, ხო? კარგ ხარისხში, კარგ ჯანმრთელობის ხარისხში. ამიტომ აუცილებლად უნდა გვესტუმროთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ხალბატონ რავანას, რომელიც საქართველოში ბრძანდება, ბატონი ნოდარი ხშირად სტუმრობს ხოლმე და ჩამოდის სიახლეებით ყოველთვის და მოგმართეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ჯანმრთელი თაობა. რა თქმა უნდა, მომავალი. და ჯანმრთელი ერი. ჯანმრთელი. ქართველები, გაკეთოთ სიკეთე და გამოვაჯანმრთელოთ ქართველები. გაიხარეთ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, გასასწორების სიახლისთვის, აუცილებლად ჩემი გადაცემა და ჩვენი ტელევიზიის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის და კიდევ მრავალი საინტერესო ამბებით გელოდებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, დროებით კარგად წადებთ.